ესე იგი ბრენდული აქსესუარები, ჩანთები და ბევრი რამე არის ძალიან ძვირი. ხო და რაღაცა იაფიანი ბიუჯეტური ვარიანტები შევარჩიე ჩინეთში და სატესტოდ გამოვწერე, გამოდგება თუ არ გამოდგება, ამას ახლა ვნახავთ რა. პრაქტიკაშიც გამოჩნდება, მაგრამ ახლა გვაქვს იმის გამოცდილება, ხარისხიანი გვაქვს ნანახი და შესაბამისად ამ ხარისხიანთან შედარებით ვნახოთ ეს ჩინური რა არის. ესე იგი, ეს 5 3 ევა 5 რიგში ამით დავიწყებ, 3 ევა 5 3 სხვადასხვა ზომით, აი ესეთი ზომის. ეხლა როგორ ზომები ძალიან კარგია. ხარისხი აი იდეალურია. ესეთი. ნუ რაცა უცნობი ბრენდის წარწერა არის ელვა შესაკრავით. წყალგამუტარი სახელურით და ძალიან გამოსადეგი და მოსახერხებელი იქნება აქსესუარების შესანახად. ამ შემთხვევაში 3 სხვადასხვა ზომა გვაქვს. მე გამოვიყენებდი საკვებურებისთვის, წვრილმანი აქსესუარებისთვის, ბევრი რამისთვის შეიძლება რომ გამოვიყენოთ, თუნდაც შეგიძლიათ დასაკვებიც ჩაწყოთ შიგნით. მშრალ მდგომარეობაში თუნდაც მოზრდილ მდგომარეობაში არ არის პრობლემა. ეს 3 რაღაც ძალიან კარგია და ფასებს თუ რამეზე კითხვა გაგიჩნდებათ, დამატებით მე გეტყვით ფასებს. რა როგორ დაჭდა. ბრენდული ესეთი ეს კომპლექტი რო ვიყიდო ძალიან ძვირი ჭირდება რა. ეს მომეწონა ძალიან, არ გონია რომ რამე ცუდი იყოს, ანუ შესაკრავები არის ესეთი აქ ისეთი ყარად არის, ანუ ამოწყვეტის საშუალება ნამდვილად არ არის. ახლა რასაც ჩადება მასში, იმას ყველა ვარიანტში გავხსნებს.